საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანუ ქართულ-რუსულ ოცნებას, ბანდას, ქართული ოცნების კრიმინალთა ბანდას აგრეთვე მედიას, რომელიც მათ ექვემდებარება მედიად წოდებულ პროპაგანდისტურ მანქანას და კიდევ არის ექსპერტები რომ ხავთ, თვითონ ექსპერტები და ასე შემდეგ საჯარო სპიკერებს ქართული ოცნებიდან, ანუ რუსეთიდან ერთი ამბავი აქვთ გაჩაღებული, რომ თითქოს და ოპოზიციას, ანუ მათ ოპონენტებს, აგრეთვე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, ცალკეულ ჟურნალისტებს, მათ შორის მეც, აგრეთვე ზოგადად ხელისუფლება ბანდის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს თითქოს და კვლავ დავიმეორებ ამ სიტყვას, გვეჯავრებოდა, არ გევიყვარდა, გვეზიზღებოდა პატრიარქი ილია მეორე. ეს რასაკვირველია, ჯერ ერთი ტყუილია, მაგრამ ტყუილია გარდა ამისა, იმიტომაც რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ბანდა ქართული ოცნებისა შეგნებულად მანიპულირებს და თუ რომელიმე ჩვენგანს აღმოუჩინა, რომელიმე მათგანმა რამ კრიტიკული საქართველოს ეკლესიის, მათ შორის პატრიარქ ილია მეორესთან დაკავშირებით, ეს გასაღებულია პროპაგანდისტური მედიის და მათი სპიკერების მიერ ჩვენს ზიზღად პატრიარქი ილია მეორის, ან ზოგადად ეკლესიის, ან ზოგადად ქრისტიანობის, ან ქრისტეს თუ გდებავთ ასე ვიტყვი. მიმართ ამით ისინი რასაკეთებელი იცით, რაც ჩემი აზრით ყველაზე მთავარია, ამით ისინი გეშავენ, აი დაგეშვას ახდენენ იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ზედაპირულად აფასებენ მოვლენებს და იწვევენ სიძულვილს ჩვენს მიმართ და სიძულვილიდან სისხლის სამართლის დანაშაულამდე, რომელსაც ასაკვირველია საქართველოს ბანდა ხელისუფლება არც არასოდეს გამოიძიებს და ხელს დააფარებს შესაძლო დამნაშავეებს, ნახევარი ნაბიჯიც არ არის დარჩენილი, ნახევარი 50 სანტიმეტრიანი ნაბიჯიც არ არის დარჩენილი, 25, 20, 15 სანტიმეტრია და მე პერსონალურად მგონია, რომ აქამდე ჩვენ მივალთ. ანუ რომელიმე თუ ასე გაგრძელდა, რომელიმე იმ პირს, ვინც საპატრიარქოს ზოგადად, ან კონკრეტულად პატრიარქ ილიას მიმართ კრიტიკულად იყო, რომელიმე მისი განცხადების, პატრიარქის განცხადების, პატრიარქის ქმედების მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, რისი უფლებაც ყველას გქონდა, გვაქვს და უნდა გქონდეს, რომელიღაც ეტაპზე ვიღაცა მოვადას დრუზავს რომელიმე საჯარო პირს, რომელიც ხელისუფლების ოპონენტია. მაგრამ ეს არ არის ჩემი ამ ვიდეო ბლოგის მთავარი თემა. მთავარი თემა არის ის, რასაც თქვენ გიმალავენ. და გიმალავენ კი თქვენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილზე მეტად არც არავის ეჯავრებოდა, მოდი ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით, არც არავის ეზიზღებოდა, არც არავის ეჯავრებოდა, ეზიზღებოდა და არ მოსწონდა, ყველაზე რბილი სიტყვა, სწორედაც რომ პატრიარქი ილია მეორე, უბრალოდ ახლა ამ თემაზე ლაპარაკი იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ემხრობიან, იმ მოქალაქეების გასაგონად, ვინც ემხრობა ბიძინა ივანიშვილს, ოლიგარქს ცოტა რთულია, იმიტომ რომ ვერ დააჯერებ ასე 1-2 სიტყვით. არა და ბევრი მადასტურებელია. სხვა შორის ბიძინა ივანიშვილს აქვე ვიტყვი, სიძულვილსა და იმაზე არ ვლაპარაკობ, რომ ეჯავრებოდა. მაგრამ კრიტიკის უფლება ბიძინა ივანიშვილსაც კი ჰქონდა, ან ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა, განა არა პატრიარქისა, ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი სხვა მოქალაქის კრიტიკის უფლება აქვს. თუ მე არ მომეწონება ბიძინა ივანიშვილის რომელიმე ერთი ქმედება, მე შემიძლია გავაკრიტიკო ბიძინას მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ოლიგარქს საკუთარი თავი დამფუძნებელი მამა ჰგონია. თუ ბიძინას არ მოეწონება ირაკლი ტაბლიაშვილის ან თვით პატრიარქის რომელიმე ქმედება, მასაც ჰქონდა და აქვს უფლება დღესაც კი აც გარდაცვლილ პატრიარქის რომელიმე ქმედება, რომელიმე ნაბიჯი, რომელიმე განცხადება დაიწუნოს. ეს არის დემოკრატიული საზოგადოება, ეს არის პლურალისტური საზოგადოება, ეს არის ჰორიზონტალური საზოგადოება, ფული 7 მილიარდი აქვს ბიძინა ივანიშვილს თუ 7 ლარი აქვს ირაკლი ტაბლიაშვილს, ნახეთ რამ ხელა სხვაობა, ამის მიუხედავად ორივე ჩვენგანს აქვს ერთი ცხვირი, ორი წარბი, ერთი შუბლი და ხო, განსხვავება ის არის, რომ მე შუბლზე ძარღვი მაქვს, ხოლო მას შუბლზე ძარღვი მისდა სავალალოდ არა აქვს და მას იტყვის ისტორია ადრე იქნება, თუ გვიან. მოკლედ, ეს კი არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი წარმოაჩენს ისე თითქოს მთავარი ჭირისუფალი იყო. ერთადერთი ჭირისუფალი იყო პატრიარქ ილია მეორისა და დანარჩენები იყვნენ ქვეჭირისუფლები. აი, ბიძინა გლოვობდა, ხოლო დანარჩენები გლოვობდნენ განა არა, მაგრამ პირველ სიტყვან პირველ გლოვი არ იყო, სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც კვლავ ვიმეორებ,
ეჯავრებოდა მე დამამტკიცებ იმას რომ მას ეჯავრებოდა ერთ სინქრონს მოგასმენინებთ ერთი არაჩვეულებრივი მოქალაქისა და ჩვეულებრივი მოქალაქისა მოდით უგდებავთ ასე ვიტყვი და ამ თემაზეც ვიმსჯელებ ფარისევლობა პრობლემა ის რომ ესენი ჩვენ გვიმტკიცებენ პატრიარქისადმი ერთგულებას სიყვარულს პატივისცემას პატრიარქის მიმართ მაშინ როდესაც თავად სწორედაც რომ პატრიარქის გაშავებითაც იყვნენ დაკავებულები სხვათა შორის გაშავების თვალსაჩინოება არის არა მარტო ის კომენტარი სინქრონი აუდიო ჩანაწერი რომელსაც ახლა მოგასმენინებთ მადასტურებელი იმისა რომ ბიზნეს არ უყვარდა პატრიარქი და ეჯავრებოდა მეცაც გეტყვით არამედ კიდევ წაგიკითხავთ ერთ ტექსტს და კიდევ რაღაცეებს გაგახსენებთ მაგალითად ციანიდის საქმეს და ციანიდის საქმე უბრალო საქმე არ არის თუ პატრიარქის მკვლელობა ჰქონდა განზრახული ვინმე საერთოდ და ამაში სიმართლის ნასახი არის ხელისუფლება ან თლად უბრალო არ უნდა იყოს იმ მაშინდელ ამბებში და ასევე გაგახსენებთ კრებსებს და იქ მოხვედრილ საპატრიარქოს წარმომადგენლებს ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს პატრიარქოს წარმომადგენლებთანა ცუდია ჩვენ ხანდახანზე ხშირად უნდა ვიცოდეთ რა ხდება საპატრიარქოში ან ნებისმიერ ინსტიტუციაში ხანდახანზე ხშირად კვლავ ვიმეორებ სულ უნდა ვიცოდეთ მოდი ვიქნები ასე გულწრფელი მაგრამ ეს ყველაფერი ხომ იმით იყო ნაკარნახევი განპირობებული რომ ბიზინა ივანიშვილს უნდა აეგორებინა კამპანია გაეშავებინა მათ შორის სამოქალაქო პირების და მათ შორის სამღვდლო პირების მას რამ სახელმწიფოებრივი ბიზნესი კი არ ამოძრავებდა არამედ უნდა რომ კამპანია შავი თუ თეთრი თუ ბიზნესფერი თუ კალაძისფერი აგორებულიყო ცალკეული პირების მოქალაქეების იმ მოქალაქეების წინააღმდეგ რომლებიც ამ მრავალ ტომეულში თუ მრავალ ათასიან ფაილებში მოხდნენ და კიდევ უამრავი რამის გახსენება შეიძლება რასაკვირველია და ესეც უნდა ვთქვათ. ახლა ერთ ადამიანს გიხსენებთ თქვენი ცნებავთ გახსოვთ თუ არა ვინ იყო რეზო თაბუკაშვილი. გახსოვთ თუ არა მაგალითად აი რეზო თაბუკა თქვენ რომ ხანდახანზე ხშირად ან ხანდახან მაინც იხსენებთ ხოლმე შექსპირს, ვილიამ შექსპირს და მის სონეტებს სწორედაც რომ რეზო თაბუკაშვილის თარგმნილია ის სონეტები, აი მაგალითად სონეტი ყველაზე ცნობილი, ხო? 66 სონეტი. ყველაფრით დაღრილ სანატრელად სიკვდილი დამჭა ეს არის რეზო თაბუკაშვილისეული თარგმანი ვერსია. ან რაღაც მეორე სონეტის დასასრული მემკვიდრე შექმ თუ არ ვწდები და არის მეჩლება მემკვიდრე შექმენ რომ დაგიცხროს ეგიარები და სიბერეში სიჭაბუკეს ეზიარები რეზო თაბუკაშვილის შვილი არის ლაშა თაბუკაშვილი. ასევე ცნობილი ადამიანი განსაკუთრებით თბილისის ელიტურ წრეებში. ხო და ლაშა თაბუკაშვილი იხსენებს თურმე და ეს ახლა ხან არ მოვაჩინე ერთ ამბავს 12 წლის წინანდელია ეს აუდიო ჩანაწერი და ეს ეხება ჭაბუ ამირეჯიბი რო გარდაიცვალა. მეორის აზრით დიდი ქართველი მწერალი, ეხლა გემუდარებით არ დამწამოთ, რომ მე ჭაბუ ამირეჯიბს თავად მოვიხსენიებ უპატივცემულოდ. არა, მე არ მიმაჩნია რომ ის უდიდესი ქართველი მწერალია. მეცაც გეტყვით, აი ჩემი მოსაზრებით, მე-20 საუკუნის მწერალთა ათეულშიც კი არ შედის. ვის ეკითხება, ვინ ვის ეკითხება რატო ვაფასებ მე ასე? რატო ვამბობ ასე? ვინმეს გონია რომ მე ამით უპატივცემულობას გამოვხატავ 23 ამეთქი ჭაბუ ამირეჯიბი მე ვთქი რომ თქვა ამის გამო რა უნდა ანათემას გადამცეთ? კარგით, არ არის 23 და არის შევიყვან ათეულში. ჯანდაბა ჩემი თავი 9-მეცხრეა თქვათ. აი მე-20 არა თუ მთლიანად საქართველოს ისტორიაში წერალ პოეტთა შორის არამედ მე-20 საუკუნეში არის მეცხრე მთლიანად, არ ვიცი 29 მაგალითად ან მე-19. ხო და ჭაბუ ამირეჯიბი რო გარდაიცვალა იმის 40-ია წარმოიდგინეთ და ამ 40 სუფრას ესწრება ბიზნა ივანიშვილის თამადა კი ხსენებული ლაშა თაბუკაშვილი. აი ხა მოусმინოთ რას იხსენებს 12 წლის წინ ლაშა თაბუკაშვილი ეს არის საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და ლაშა თაბუკაშვილი 22-23,000-მდე მაყურებელი ხავდა 2014 წლის თებერვალშია ეს აუდიო ჩანაწერი ატვირთული YouTube-ზე, ანუ მე არაფერს არ ვიგონებ, ასე ჰქვია. რა მოხდა ივანიშვილსა და არ გეგონოთ რომ რამეს ვაჭარბებ. რა მოხდა ივანიშვილსა და თაბუკაშვილს შორის პატრიარქის სადღეგრძელოზე. ზონა News G არის მთავარ ავტორი.
YouTube-ზე არის ზონა News-ს თუ ვერ დასერჩევთ, YouTube-ი შეგიძლიათ დაასერჩოთ და სწორედ ესე ჩაწეროთ რა მოხდა ივანიშვილსა და თაბუკაშვილის შორის პატრიარქის სადღე გრძელოზე. გულსმენთ. ხოდა როდესაც გავდი ჯერ ვიდან უკვე ბევრი ვისაუბრეთ ბევრამეზე და იქ უბრალოდ როდესაც მე დავდი პატრიარქის სადღე გრძელო და ბიზნესთან გადავედი ალავეთ, საკამდე ყველაფერი სწორია. დიახ. არაფერი არ უკადრისებია, უბრალოდ თქვა რომ რაღაც ზედმეტი სხვა არ არისო, რა ქვია, ზუსტად აღარ მახსოვს. ანუ თაბუკაშვილი როგორც თამადა, ვაშა თაბუკაშვილის წარმოთქვამს სადღეგრძელოს პატრიარქისა 12 წლის წინ ჭაბუამი რეჟიმის 40-ზე და ბიძინა უკადრისობს და თურმე თაბუკაშვილის ლაშა თაბუკაშვილის ვერსიით ამბობს რამზედმეტი ხო არ არისო. ამის სრულ ვერსიას, ტექსტურ ვარიანტს მე კიდე წაგიკითხავთ. არ გეგონოთ რომ არ წაგიკითხავთ და არ გაგაცნობთ და კიდევ ერთხელ გეტყვით, ბიძინას ამის უფლება გაგიკვირდებათ და ჰქონდა. უბრალოდ აქ კვლავ ვიმეორებ იმაშია საქმე, ან იმაზეა საუბარი, რომ ეს პირი, რომელიც ახლა მთავარ ჭირისუფლად მოგვევლინა და მთავარ დამტირებლად პატრიარქ ილია მეორისა, ეს პირი რეალურად პატივს არ სცემდა უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ბიჭვინთისა და ცხმა-ფხაზეთის მიტროპოლიტ ბიზინა ივანიშვილს. ბიზინა ივანიშვილი ილია მეორეს. ბიზინა ივანიშვილისაც უნდა პატრიარქობა ალბათ. ცოტა წამომცდა. ამის დროენამ. გადაჭარბებულად ჩათვალა ნიშნულად პატრიარქის გარემო. ვერ ალბათ თვითონ პატრიარქს არ მოძონსო. ნუ რაღაც შეკამათებაც მოხდა, მე ვთხარი რომ ანუ ლაშა თაბუკაშვილი ჭყალებში დასაკვირველია ბედავს და ეკამათება. ბიზინა ივანიშვილს სხვებიც არიან დამსწრელი იმ სუფრაზე, რომლებიც ამ კამათში მაინც და მაინც არ ერევიან, შესაძლოა არ ერევიან, უკვე როცა ტექსტს გაგაცნობთ. როცა ტექსტს გაგაცნობთ, გავრცელებულს ჩემი ერთი მეგობრის მიერ, თუმცა ისიც სხვას ეყრდნობა, იქ კიდევ უფრო სრულად არის ეს დიალოგი და ეს ვითარება აღწერილი. კვლავ ვიმეორებ, მესამედ თუ მეოთხედ, ბიზინას აქვს უფლება, ნებისმიერ ჩვენგანს აქვს უფლება არ დაეთანხმოს თამადას, არ დაეთანხმოს პატრიარქს, არ დაეთანხმოს პრეზიდენტს, არ დაეთანხმოს ბიზინას, არ დაეთანხმოს პრემიერს, არ დაეთანხმოს გარდაცვლილს, არ დაეთანხმოს ცოცხალ ადამიანს. ყველას აქვს ყველაფრის უფლება. ცხადია, აქ სისხლის სამართლის დანაშაულზე არ ვლაპარაკობ. უბრალოდ აღსანიშნავია, რომ ახლა ისინი, ვინც რეალურად ებრძოდნენ პატრიარქ ილია მეორეს, ვინც რეალურად არ ყვარობდნენ ბიზინა ივანიშვილის თავკაცობით პატრიარქ ილია მეორეს, ისინი ახლა არიან და მორალს გიკითხავენ იმის გამო, რომ შენ თქვი მაგალითად ამგვარი რომ ისიც მე ვფიქრობ, რომ პატრიარქ ილია მეორის ის ქადაგება არ იყოს სწორი. ეს არ ნიშნავს ბრძოლას, არ ნიშნავდა და არ ნიშნავს ბრძოლას საპატრიარქოსთან, პატრიარქთან და მით უფრო ქრისტიანობასთან. ეს ჩემი მოსაზრებაა, რომ ეს ქადაგება არ იყოს სწორი, მართლაც არ იყოს სწორი რომელიმე 1 ან 7 ქადაგება, ამ 7, 15, არ ვიცი, ამ მნიშვნელობა 4 თუნდაც, 2 თუნდაც. როცა არც ერთში არ იყო მოხსენიებული პატიმარი, ნუ დაარქმევდნენ სინდისის პატიმარს. ნუ დაარქმევდნენ პოლიტპატიმარს. მაგრამ ეთქვა რომელი პატრიარქს. აი ახლა ვამბობ, ეთქვა რომ იცით რა, მე მიმაჩნია რომ პატიმრები რომლებიც არიან ახლა საპატიმროში, შედარებით უფრო ლოიალურ განწყობასაც და დამოკიდებულებას იმსახურებენ. იქნება ეს ყოფილიყო იმ twin ჩარეცხილთა გვარებს აღარ დავასახელებ, თქვენის ნებართვით არ დავტვირთავ ეთერს, ზასაიაიძი იფირ, ხო? იმ twin გარეცხილთა თუ ჩარეცხილთა თვის საფუძველი რომ გაენთავისუფლებინათ. არა, საპატრიარქო დუმდა. ამას რო ვამბობ, მე იმისკენ კი არ მიმყავს, რომ აი საპატრიარქო რა ცუდია. ხო, ხანდახან ცუდია და ხანდახან კარგია. რა პრობლემაა? რომელიმე ინსტიტუციაზე თუნდაც ავტორიტეტულზე, ამის აღნიშნან ავტორიტეტულ ლიდერზე. ჩვენ თუ დემოკრატიულ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება და არ გვინდა აქ ერთგვარი თეოკრატიის დამყარება, ან ხშირად ამბობენ ხოლმე და მე პრინციპში არ ვეთანხმები ამას, მაგრამ მაინც თუ არ გვინდა აიათოლების რეჟიმის დამყარება, არ მოვიხსენიებ ეხლა რომელიმე საპატრიარქოს რომელიმე წარმომადგენელს
პატარა თუ საშუალო მასშტაბის აიათოლად, ხო, მაგრამ აი ხელისუფლებად წოდებული ბანდა რომ გავს ერთგვარად მაწილობრივ ირანის საერო ხელისუფლებას, მომიტევეთ და ეს სიმართლე გონია. თუმცა განვაგრძოთ ლაშა თაბუკაშვილის ამ აუდიო 12 წლის წინანდელი კომენტარის მოსმენა, რომელიც ახლა გახდა აქტუალური მიზეზთა გამო და კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა, ეჯავრებოდა თუ არა ბიზინა ივანიშვილს. ბიზინა ივანიშვილს პატრიარქი არ უყვარდა. მოდი ეს სხვა კადრს გაგახსენებთ, ახლა ვეღარ მომაზიებინებთ, მაგრამ ბევრმა თქვენგანმა იცის ამ კადრის თაობაზე გინახავთ, განა არა. საპატრიარქოა. 2000 საპატრიარქოში ხდება ეს ამბავი. ილია მეორემ უნდა გამოაცილოს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი 2012 ან 13 და პრემიერი ბიზინა ივანიშვილი. ორივენი სამივენი გამოდიან. პატრიარქი არ არის თლად დაუძლურებული, მაგრამ იმ ხანად 2013-ში არის პრაქტიკულად 80 მიღწეული კაცი, შესაბამისად ასაკში. შედარებით ნელა მოძრაობს. ბიზინა ეუბნება პატრიარქს, შენო ესო მიშაო უფრო მეტად გიყვარს. და სააკაშვილი პასუხობს, უფრო მეტად რატო უყვარვარო, შინაარს დაახლოებით ეს არის, ჩვენო მისი შვილები ვართო, ორთავენიო და მთელი საქართველო. არაო ვიხუმრეო ბიზინა ამ უშნო ხუმრობებით გამორჩეული კაცი ხო არის, შედი ქალო ბუდკაში რაღაც ანეკდოტებს რო ყვება და არავის რო არ ესმის ეს ანეკდოტები და ეკა ხვედელიძეს რო არის ინის ხოლმე, ანიც ინის ნაძალადება. და ვიხუმრეო ამბობს პასუხად ბიზინა ივანიშვილი და მერე იცით აი იმ ვიდეოში ჩანს კარგად უპატივცემულო დამოკიდებულება პატრიარქის, ასაკიანი პატრიარქის და უმაღლესი სასულიერო იერარქის მიმართ. ჩვენ შეიძლება არ მოგწონდეს რომელიმე ერთი ქადაგება, სამი ქადაგება, ერთი განცხადება, ხუთი განცხადება, ერთი ქმედება, 7 ქმედება პატრიარქისა, საპატრიარქოსი ეკლესიისა, სამღვდლო პირებისა, მაგრამ უპატივცემულოთ შეჩემას დონეზე მით უფრო პატრიარქს, მოდიში ვიხდი ამ სიტყვის ხმარებისთვის, მოშველიებისთვის, შეჩემას დონეზე ურთიერთობა არ დაგვიყვანია. მე რომ გამიკრიტიკებია პატრიარქი, როცა მინახავს 90-იან წლებში შევხვდი მე ორჯერ თუ არ ვცდები იმეილის პარლამენტში, როცა ის მობრძანებული იყო, მე მაშინაც რაღაცეები ცალკეული გადაწყვეტილებები არ მომწონდა პატრიარქისა, მაგრამ მე თუ მართებული სიტყვა ეს მე ერთგვარად პატივისცემით ვიყავი განსჭვალული, მაშინ შედარებით ახალგაზრდა პატრიარქის მიმართ. ბიზინა ივანიშვილის ფეხებზე ეკიდა პატრიარქი. ეს არის სიმართლე. ლაშა თაბუკაშვილს უსმინოთ, ასაკვირველია. წარმოსულს, მაგრამ ისო პატრიარქისთვის გამეკადრებინა ბიზინას ან წასული იყო, ისინი კიდე სატრახევარი ვიცენ. აი აქ უკვე ლაშა თაბუკაშვილი ერთგვარად პირს წმენს, ჩემი მოსაზრებით, ბოდიში ბატონ ლაშა, პირს წმენს ბიზინა ივანიშვილს. ბოლომდე სიმართლეს ბოლომდე ვერ ამბობს. არა პატრიარქისთვის მას არაფერი უკადრებია. ესეთი რამე არ მახსოვს, თუმცა ვიკამათეთ და ასე შემდეგ. აღარ მოგასმენიებთ დარჩენილ დაახლოებით წუთ ნახევარს არც კი და სწორედ ჩემი მეგობრის ერთ სტატუსს ჩავუღრმავდები. ამ სტატუსის ავტორია ეკა წამალაშვილი. ეკა წამალაშვილი, რომელიც იხსენებს სუფრაზე, სადაც ბიზინა ივანიშვილი თამადას პატრიარქის სადღეგრძელოს გამო შეეკამათა, ერთი ჩემი მეგობარიც იმყოფებოდა. ვინ იმყოფებოდა? აქ არ უწერია ეკას. მაგრამ არ ასახელებს მე ვისია საუბარი, მაგრამ მეც გვერის ნებართვით არ გავამხელ მის ვინაობას. არის საფუძველი არ გამხელისა, კი არა, ეკას მიერ თავშეკავებისა არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ფიქრობ, რომ შესაძლოა მათ შორის რაღაც შეთანხმებაა, რომ არ გაახილო ჩემი ვინაობაო. ამიტომ ვერაფერს ვერ ვიტყვი. ვერ გავამხელ. მან ეს ამბავი რამდენიმე ხნის წინ ჩემი პოსტის კომენტარებში დაადასტურა. ეს პოსტი მე არ მინახავს. მეტიც გაიხსენა, როგორ გააწიწმატა მაშინდელი ოფიციალური პრემიერ-მინისტრი, ანუ ბიზინა ივანიშვილი, ილია მეორის საპატივცემულოდ წარმოთქმულმა სადღეგრძელო ხვდებით ალბათ ხო, თამადა ლაშა თაბუკაშვილის მიერ. ყველაფერი საჯარო იყო
ჩემი გვერდის მკითხველებმა ნახეს და აქაც აღვადგენს სულაც თვითმხილველის მონათხრობის მიხედვით. წერს ეკა. ბიზინა ივანიშვილი თურმე ხმამაღლა მიმართავდა სუფრის წევრებს. ორ-წერტილი ბჭყალი გაიხსნა. რა? ბიზინა ივანიშვილს ვერ მიუბაძავ ახლა მე. მაგრამ დაახლოებით უნდა წარმოიდგინოთ მისი ზემოიმერული პროვინციული ისტერიკული კილო ყავით და ლექსიკაც. რა, ილია მეორე ღმერთის მოადგილეა? ესე უბნება თურმე ბიზინა იქ პატივცემული საზოგადოებაა შეკრებილი. ეგრა მაგის პასუხია. ისა რა სახსენებელია ახლა ქალბატონი თამარ ცაგარეიშვილი, მაგრამ ლაშა თაბუკაშვილის რამდენადაც ვიცი ახლო მეგობარია და კარგად მოაყოლებს თამარი, ქალბატონი თამარი ბატონ ლაშას, რომ მოინდომოს რასაკვირველია. მათ შორის შეუძლია საკუთარი ვეგადაცემაში დახპატიჟოს თუ ობიექტურობა იყოს და ლაშამ თუნდაც ის გაიმეოროს სიტყვა სიტყვით, რაც 12 წლის 14 წლის წინ გაგვაცნო იმ აუდიო ჩანაწერით, რომელიც მე ახლა მოგასმენინეთ. აღარ ვახსენოთ ქალბატონი თამარი. რა ილია მეორე ღმერთის მოადგილეა თურმე ბრძანებს ბატონ ივანიშვილი ტუალეტში არ დადის? რა საჭიროა მისი სადრიგზელოს ტრადიცია? თავად მოსწონს? ბიჭო, ხო, სწორი შენიშვნა გარკვეულ შემთხვევაში, მაგრამ აი რატო უნდა წარმოთქვა ეს? რატო? იმიტომ რომ შენ გინდა პირველ ავტორიტეტობა. აი ამიტომ წარმოთქვა. ამიტომ ცოტა შენ ზარხოშებულიც იქნებოდა ბატონ ივანიშვილი და თუ შეზარხოშებული არ იყო, ცოტა ისტერიკაში იყო შესაბამისად და აი ამიტომ წარმოთქვა რომ მას უნდოდა რომ არავინ გაჯიბრებოდა თან როდის არის ეს არ მოიგიათ ივანიშვილმა გააგდო სააკაშვილი თავი ახლა ხო ღმერთი ჰგონია და მაშინ ღმერთების ღმერთი ჰგონია წერს კი არ ატარებს ივანიშვილი, მაგრამ აი აქ შეყვითლებული არც აქვს სიგარეტის მოწევისაგან წვერ ულვაში აი ყვითელი ფერიც რომ არ დაჰკრავს, ისეთი გაყვითლებულიც რომ არ არის, ისეთი ღმერთკაცი ჰგონია მაშინ საკუთარი თავი. როგორც ამბის მომსწრემ გაიხსენა, ანუ ეკა ამბობს ამბის მომსწრე, რომელიც მე ვიცი ვინც არის, მაგრამ არ ვასახელებ, კეთილის მსურველები ფრთხილად ურჩევდნენ ლაშას. არ ღირს ბატონო, უკაცრავად არ ურჩევდნენ ბიზინას, არ ღირს ბატონო ბიზინა. ეს ამბავი არ გავიდეს და პატრიარქის ყურამდე არ მივიდესო, ანუ იმ კეთილის მსურველებს და სხვაგვარადაც შეგვიძლია ეს კეთილის მსურველი მოუთარგმნოთ უმრავლეს შემთხვევაში. რასაკვირველია, ხო, აფრთხობთ ბიზინას მომავალი პატრიარქმა არ გაიგოს, პატრიარქმა არ იწყინოს, ემანდო მომავალი შეიძლება თლად ზუსტი სიტყვა არ არის, მოკლედ უფრთხილდებიან ბიზინა ივანიშვილისა და პატრიარქის ურთიერთობა. სადღეგრძელოს თქმისას ყველა ფეხზე წამოდგა ივანიშვილი და მისი ცოლი ეკატერინე ხვედელიძე, მე ვერ მიუბაძავ როგორ დემონსტრაციულად ფეხზე არ წამოდგნენ. ასეთი კიდევ ერთი იყო. ამის მერე ვინ იყო არ ვიცი მესამე, ამის მერე სიტუაციის განსამუხტავად ვიღაცამ თამადას, ანუ ლაშა თაბუკაშვილს შესთავაზა ახლა ბატონი ბიზინა ადღეგრძელეთო, ანუ მეორე თლად ღმერთკაცის ქვემოთ ილიას მოადგილედ მეორე მეორე კაცი ვინც უნდა ეძღეგძელებინა ლაშას შეთავაზების თანახმად უნდა იყო ბიზინა ივანიშვილი. რაზეც ივანიშვილმა თქვა არ მჭირდებაო. თუ გინდათ მთავრობა ადღეგძელეთ და იქ მომიხსენიეთო პრემიერ-მინისტრია კაცი, თამადას ჩაულაპარაკია მთავრობის ადღეგძელო როგორო, ლაშამ დაბიჯრო არ იცის, როგორ ადღეგძელებენ მთავრობას, მხედრობას, უშუალოდ ბიზინას, არ ვიცი, მე მგონი იცით, არ ვიცი. და პასუხად ჩვენი წყაროსაგან მიუღია, როგორც საბჭოთა კავშირში ეს კაცი მე ვისაც ვიცნობ, საკმაოდ კი არა, ანტიბიზინისტი კაცია, პატრიოტი კაცია, მაგარი კაცია, თავისუფლებისთვის მებრძოლი კაცია. და ამ კაცს ერაკვიმაც როგორც ჩანს, უთქვამს როგორ და საბჭოთა კავშირში ადღეგძელებდნენ, როგორ საბჭოთა კავშირში ადღეგძელებდნენ საბჭოთა ბელადებსო. პატრიარქის ადღეგძელოს გარშემო კამათი კარგა ხანს გაგრძელებას. ხო, ამას ერთგვარად არასწორებს ლაშა თაბუკაშვილის ჩვენ ბევრ საკითხზე ვიკამათეთო, ის კი პირს წმენს თითქოს ივანიშვილ ბიზინას ოლიგარქს და ქვეყნის ამომგდებს, მაგრამ ამას კი ვეღარ გაურბის იმ 12-14 წლის წინანდელ აუდიო ჩანაწერში. ჩანაწერის მიხედვით. პატრიარქის მიმართ ბიზინა ივანიშვილის არც თუ კეთილგანამოკიდებულებაზე იმდენი ქსმენია, ამ მონათხრობში ეჭვი შეტანა ძნელია. ეს უკვე ეკას ტექსტია. მით უმეტეს თუ გავიხსენებთ 2013 წელს პატრიარქოში სააკაშვილისა და ივანიშვილის ერთობლივ ვიზის. იქაც მსგავსი ტონი იგრძნობოდა. ეს მეც თქვი და ამიტომ აღარ შევჩერდები ამაზე. ზემოთ ნაამბობზე ყურადღებას არ გავამახვილებდი, ბუნებრივია ვინმე კრიტიკულად აღექვა
სუფრის ტრადიციები, მათ შორის პატრიარქის სადღეგრძელო საქმე ვირეშმაკობასა და კარგი სიტყვა მოუფიქრებია ეგას და მადლობა ამ სიტყვის შეხსენებისთვის ვირეშმაკობასა და ფარისევლობაში. ივანიშვილმა პოლიტიკური შურისძიების ნება ილია მეორის დაკრძალვაზე სიონის და ასე შემდეგ. ეხლა უკვე ეს ეკას შეფასება, ამგვარი შეფასება ბევრმა ჩვენგან უნდა გააკეთა, ამიტომ მე ბოლომდე აღარ ჩაგიკითხავთ კომენტარებსაც, თუ გნებავთ მივაქციოთ. უამღება მაგალითად ნინო ბორჩხაძე წერს და სამართლიანად კაცო ოკულტისტები არიან მთელი ოჯახი დროიდებზე და სხვა აღმოსავლურ მოძღვრებებზეა დაციკლული მთელი ოჯახი რას ბოდავს ეს ხალხი რამ და იმ სიტყვას აღარ წავიკითხავ ნინო აღარ თუ გნებავთ მოვთარგმნი ლიტერატურულად დააშტერა ასე მასიურად ყველა და ბოლო სიტყვასაც თქვენის ნებართვით აღარ გაგაცნობთ გაგიჟდება კაცი არის ლიტერატურულად რომ მოვთარგმნოთ ბოლო სიტყვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მართლაც ასეა მეგობრებო ახლა როგორ თქვა ეკამ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს სიტყვა ესე იგი ეს სიტყვა არის ვირეშმაკობა ვირეშმაკობენ ესენი იმისთვის იყენებენ დნენ ცოცხალ პატრიარქს რომ ეყრდნობოდნენ ცოცხალი პატრიარქის სახელს რომ ყველა გაეღვივებინათ საზოგადოებაში მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილების წინააღმდეგ რაღაც ისტერიკა და შურისძიების სურვილი გაეჩინათ მათივე მომხრეებში ჩვენს წინააღმდეგ და აწგარდაცვლილ პატრიარქს ხრცოვან პატრიარქს მის სახელს იყენებენ სწორედ ამისთვის და ჩვენ გვაბრალებენ რომ ჩვენ პატრიარქი არ გვიყვარდა რაღაც პატივს არ ვცემდით და ასე შემდეგ კრიტიკა როგორც ასეთი არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ გვიყვარდა პატრიარქი ან პატივს არ ვცემდით უფრო ზუსტი რომ ვიყო პატრიარქს პირიქით მეთქი ასე ვიტყვი რამდენადაც მე მსმენია არ ვიცი რამდენადაც მე მსმენია ის სწორედაც რომ გახსნილი იყო კრიტიკის მიმართ ვინ იხსენებდა ამგვარ შემთხვევას და გვარი არ მახსოვს იმ კაცისა რომელიც შესულა სამაჩაბლოდან კაცია თუ არ ვცდები გვარი არ მახსოვს ოღონდ მას ვუბოდიშე პირველ ყოვლისა რომელიც ვიად გამსახურდიას მომხრია და რომელიც შევიდა ერთხელ თუ ორჯერ შეხვდა პატრიარქს და ორჯერ შეხვდა პატრიარქს და იქ აჩერებდნენ თურმე ეუბნებოდნენ რომ ას უბედავო პატრიარქსო მაგრამ ეს კაცი თავის სიმართლეს კი არა ნამდვილ სიმართლეს ეუბნებოდა და პატრიარქი პირიქით ახალისებდა და მითხარი აი როგორ ფიქრობო და ვიად გამსახურდიას ეხებოდა ის დიალოგი პატრიარქსა და იმ კაცს შორის როგორც გვარი არ მახსოვს და უნდა მომიტევოს მან ბევრმა გააზიარა სხვათა შორის ეს სტატუსი კაცისა სწორედ იმ დღეებში როცა პატრიარქი გარდაიცვალა და რაბანაშვიდები იყო და მერე დაკრძალვა პატრიარქისა უნდა გავიგოთ ხალხო ჩვენ თუ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ პატრიარქის კრიტიკაც მოსულა ჩვენ თუ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც არავის არ აკრიტიკებენ და უმაღლეს სასულიერო პირებს არ აკრიტიკებენ და ლიდერებს ეს აიათოლების ქვეყანაა ამ შემთხვევაში ოღონდ აიათოლობას ეხა შიომუჯიხსაც კი არ დავწამენ გულახდილად გეტყვით ამას მიუხედავად იმისა რომ მისი მოწინააღმდეგე ვარ მისი კრიტიკოსი ვარ მგონია რომ ის რუსეთის წარმოგზავნილი იქნება პატრიარქი თუ გახდება კიდევ უფრო უარის მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი საპატრიარქო და ასე შემდეგ სხვა მხრივ უარის მდგომარეობაში აიათოლობას და ამგვარ რეჟიმს ავტორიტეტები არიან რომლებსაც არ ვეხებით რომლებიც თვალებში არ დადიან ხო ქმნის სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილი ოღონდ მას როგორც კი გამოჩნდება ვინმე სხვა ავტორიტეტი გამოჩენილი იყო სხვა რომელიმე ავტორიტეტი და მასზე უფრო დიდხნიანი სად იყო ბიზინა ივანიშვილი მართლა ყვირილაში დაატყაპუნებდა ფეხებს ესე ვიტყვი 77 წელს არა იქიდან წამოსული იყო უფრო გულახდილებით ვიქნებით მაგრამ აი ასეთი ცნობილი კაციც არ იყო 77-ში 78-70-იანების მიწურულსაც და 80-იანების მიწურულამდე პრაქტიკულად პატრიარქი ილია მეორე უკვე პატრიარქობდა ოღონდ თუ გულახდილები ვიქნებით ხო ეს რომ პატრიარქობდა არ ნიშნავს იმას რომ ის არ უნდა გავაკრიტიკოთ კი ეხლა ვიმეორებ ესე გამომდის მაგრამ მაინც ბიზინა ივანიშვილმა როგორც კი დაინახა რომ მასზე დიდი ავტორიტეტია ვინმე და დაინახა ეს საკუთრებით გასვენებაში აი ბაბუაჩემს უყვარდა ხოლმე თქმა პისტოლეტს დამბაჩას ეძახდა უწოდებდა ჩაზაინს სიმართლე გითხრათ არ მიძებნია შეიძლება ართლაც არის რაღაც ძირია ამის ხო ბაბუაჩემის ძმა თუმცა გულახდილები ვიქნებით და ბოლომდე სიმართლეს ვიტყვით ჩაზაინი აიღო ლამის ბიზინა ივანიშვილმა დამბაჩა აიღო და დაიხალა ტყვია წამალი შუბლში ეს დასაკვირველია სიმართლე არ არის არ მომედავოთ ეხლა ამაში და არის ის არ მითხრათ რომ მე ბიზინა ივანიშვილის თვითმკვლელობას პრომოუტირებ არა ბატონებო ვიხუმრე
მოვიხუმრე. ბიზნეს არ უყვარდა პატრიარქი. ეს არის ბოლო წინადადება ამ ვიდეო ბლოგისა. ნახვამდის.